ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის პირველი დღე საქართველოში ამ წუთებში ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები რუსთაველის თეატრში საზეიმო მიღებაზე იმყოფებიან. მანამდე კი ოფიციალური მოლაპარაკებები და ნატოს საქართველოს კომისიის ხდომა სასტუმრო რედისონში პირველი შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან და ალიანსის გენერალური მდივნის გზავნილები ბრიფინგზე. საქართველოს გაზრდილი პერსპექტივები ნატოში გაწევრიანებაზე, მადლობა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის და დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში. რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. გენერალური მდივნის ორდღიან ვიზიტს 300 უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტი აშუქებს, მათ შორის არიან მოამბის კორესპონდენტები და რატი მუჯირი გვერდება ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. რატი, კიდევ რა განცხადებები გაკეთდა დღეს რედისონში? ნატოს საქართველოს კომისიის ხდომის მთავარი შედეგი ალბათ იყო მაინც აი ეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ნატოს 28 წევრი ქვეყნის ელჩმა, გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერმა მიიღოს. ამ დოკუმენტში განცხადებაში დაწერილია, რომ ალიანსი მიიჩნევს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას საქართველოსთან ურთიერთობის მთავარ ინსტრუმენტად, ასევე მადლობა არის გადახდილი საქართველოსთვის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობაზე, გარდა ამისა საუბარი არ აღიარების პოლიტიკაზე და წერია, რომ ნატო არასდროს აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. გარდა ამისა საქართველოს ძალისხმევა, რომ არაძალადობრივი გზით გადაჭრას ეს პრობლემები ამისთვის არის მადლობა გადახდილი. ეს არის დოკუმენტი, სადაც წერია თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს და ნატოს ურთიერთობები. ეს არის შედეგი, რომელიც დღევანდელ ნატო-საქართველოს კომისიის ხდომას ჰქონდა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ნატოს ბევრად უფრო დაუახლოვდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება მყარი და უცვლელი რჩება. ალიანსი მადლობელია იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში მათ მხარდამხარ იბრძვიან. ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელიც ანდერს ფოგ რასმუსენმა თავისი მეორე ვიზიტისას საქართველოში ჩამოიტანა. ყველა ეს განცხადება ალიანსის გენმდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის ხდომის გახსნაზე გააკეთა. შეხვედრაზე, რომლის მთავარი მიზანი ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების შეფასება იყო. ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების თანდასწრებით გენერალურმა მდივანმა საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა. ჩვენი პარტნიორობა მყარია, ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ალიანსი მადლობელია ამ შთამბეჭდავი წვლილისთვის. ჩვენ საერთო ძალისხმევაში და პატივს მიაგებს ამ ოპერაციაში გაღებულ მსხვერპლს. ჩვენ დღეს ფოკუსირებას მოვახდენთ იმ მასშტაბურ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს განახორციელა დემოკრატიული განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. განვიხილავთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია და გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს სამხედრო სტრუქტურების დაფინანსებისა და ორგანიზების აუცილებლობას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ დღეს და ხვალ არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს უპასუხოს. ალიანსის სამიტზე ბუქარესტში 3 წლის წინ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მოკავშირეების ეს გადაწყვეტილება ურყევია და ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველო ბევრად უფრო დაუახლოვდა ნატოს, მაგრამ რა თქმა უნდა არის სამუშაო, რომელიც განსახორციელებელია და სწორედ რეფორმების გაგრძელებაა საქართველოს ნატოში წევრობის გასაღები. ჩვენ ამაში აუცილებლად დაგეხმარებით. დეტალური ინფორმაცია საქართველოში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების 28 ელჩმაც ხდომის თანათავმჯდომარის საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც მიიღო. ნიკა გილაურისგან საბჭოს წევრებმა ისიც მოისმინეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობა არამხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის არჩევანია. მისწრაფება ნატოსკენ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრიორიტეტული საკითხი, ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსის საკითხი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეიძლება ვიყოთ პრო-ნატოს მიმდევარი, პროევროკავშირის, პროდემოკრატიული, პროსაბაზრო ეკონომიკის და პრო-ანუ მომხრე რეფორმების გატარებისა ქვეყანაში. აი ეს არის ჩვენი მიღწევები. ბევრი ქვეყნის ლიდერი ჩვენს გარშემო უკრაინის, მოლდოვის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, არაბეთის ქვეყნებისაც კი ჩამოდიან საქართველოში, რომ ისწავლონ საქართველოს რეფორმებისგან, როგორ ებრძოლონ კორუფციას, როგორი იყოს დემოკრატიული რეფორმების წარმატებული. იმედს გამოთქვათ, რომ თქვენ შეძლებთ ეს რეფორმები თქვენი თვალით იხილოთ და წარმატება აღიარებული იქნას ნატოს სამიტზე. საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრესს დადებით შეფასებას აძლევენ თავად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი დაკვირვების შედეგები ბრიუსელში უნდა ჩაიტანონ. ნატომ საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მე პირადად მჯერა, რომ თქვენ საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეთ როგორც დემოკრატიული, ისე თავდაცვის რეფორმების კუთხით და თქვენი წვლილით ავღანეთის მისიაში. ეს შეხვედრა კი კარგი საფუძველია იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესის შესახებ მსჯელობა უკვე ბრიუსელში გაგრძელდეს. ჩვენ აქ ვართ იმ პროგრესის შესაფასებლად, რომელსაც საქართველოს ნატოს გზაზე მიაღწია. ეს პროგრესი მყარია და მაშინ, როცა საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა დასასრულს უახლოვდება, ამის
ქვეყნის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმის დაზუსტება, როდის იქნება ეს დასასრული რთულია, თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია. საქართველოს სწორ გზაზე დგას. მე აქ ვიყავი 2008 წელსაც და ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წყაროდან იმის გაგება, თუ რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. თქვენ გაწევრიანების გზასად გახართ, თუმცა რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც და ყველა ის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში გვექნება, მათ შორის პრეზიდენტთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ კუთხით სრული სურათის დანახვაში დაგვეხმარება. საქართველოს რეფორმების შეფასების გარდა საბჭოს წევრების თქმით ეს ვიზიტი ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოცხადებასაც ნიშნავს. ნატოში ამერიკის წარმომადგენელი ამბობს, რომ ნატო საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა უცვლელი რჩება და ეს არ შეიცვლება ჩიკაგოში დაგეგმილი სამიტის დროსაც. ეს შეხვედრა ხაზს უსვამს ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის სიძლიერეს, ასევე იმ წვლილის დაფასებას, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და კერძოდ ავღანეთის მისიაში. პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი, მაშინაც როცა მომავალ წელს ჩიკაგოს სამიტი გაიმართება. ყველა ეს გზავნილი აისახა ნატო-საქართველოს კომისიის ხდომის შემდეგ მიღებულ დოკუმენტშიც. 11 პუნქტიან ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მადლობას უხდიან ჩვენს ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და ხაზს უსვამენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ნატო სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას. რაც მოისმინა პრემიერ-მინისტრმა ყველა ელჩისგან და ნატოს გენერალური მდივნისგან, ეს არის მილოცვა ძირეული რეფორმებისთვის, რაც საქართველომ წარმატებულად გაატარა ბოლო რამდენიმე წელიწადში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მიღწეულია შეთანხმება ერთობლივ დოკუმენტზე, რომელიც უკვე საჯაროა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის მიმართულება და სფერო, სადაც ალიანსი და საქართველო მუშაობს და კიდევ უფრო მეტად ჭიდროდი თანამშრომლებენ. ეს დოკუმენტი ამყარებს საქართველოსა და ნატოს კავშირს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნა აი ამ ხდომასთან დაკავშირებით, სადაც არის აღნიშნული ყველა ის პრინციპული საკითხი, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის რომ ნატო კლავინდებურად უჭერს ერთმნიშვნელოვნად და აბსოლუტურად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომ მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს მის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო აღიარება, ის რომ საქართველო გამომდინარე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან გახდება ნატოს წევრი. თავარი პოლიტიკური გზავნილი არის, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი არის შეუქცევადი, საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ბუნებრივი არის, რომ ამ ეს ვიზიტი, ეს განხილვები, ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის წინ გამართული ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენ ინტეგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ალიანსთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომა, ეს არის ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს ხდომა, სადაც მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ხოლო გასვლითი ხდომები არის უაღრესად იშვიათი და მართლაც თითებზე ჩამოსათვლელია ესეთი პარტნიორი ქვეყნები, სადაც ეს ხდომა ჩატარებულა და მე მგონი თუ არ ვწდები, საქართველო არის ერთადერთი, სადაც მეორედ ტარდება უკვე ესეთი ტიპის ხდომა. ეს ყველაფერი ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ძალიან ნათლად მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობაშია და განმეორდებით ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეს პროგრესი აისახოს შესაბამის დოკუმენტებში და ეს პროგრესი აისახოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო-საქართველოს კომისიის ხდომის დასრულებით ნატოს დელეგაციის ვიზიტის პირველი დღის ოფიციალური ნაწილი დასრულდა. ანდერს ფოგ რასმუსენი და 28 ქვეყნის ელჩები შეხვედრებს ხვალიდან პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან გამართავენ. ვიზიტს საბჭოსა და გენდივნის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და შემაჯამებელი ბრიფინგი დაასრულებს. ნატო-საქართველოს კომისიის დასრულების შემდეგ გაიმართა ანდერს ფოგ რასმუსენის ბრიფინგი, სადაც რამდენიმე მთავარი გზავნილი იყო. ერთ-ერთი გზავნილი ეხებოდა რეფორმებს, წარმატებებს რეფორმებში, რომელსაც საქართველო მიაღწია, თუმცა რასმუსენი ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს და ნატო დაეხმარება საქართველოს ამ პროცესში. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 2012-2013 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი გამოცდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც რასმუსენმა გაამახვილა ყურადღება, იყო არაღიარების პოლიტიკა და ასევე მან მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისადმი აქვს აღებული საქართველოსთან მიმართებაში. That NATO allies caveats our visit today and tomorrow
will make that partnership ჩვენი ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს პარტნიორობას საქართველოსა და ალიანსს შორის და დაგვაახლოვებს საქართველოს ამბიციასთან გახდეს ნატოს წევრი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეფორმების შეფასება. თქვენ ბევრს მიაღწიეთ და სწორ გზაზე დგახართ, მაგრამ გზის ბოლომდე მისასვლელად საჭიროა გააგრძელოთ დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა. 2012 და 13 წლის არჩევნები იქნება გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის. მინდა ნათლად განვაცხადო, ნატო და საქართველო არიან ახლო პარტნიორები. თქვენ ხართ რიგით მეორე არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში და ეს არის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი თქვენი მხარდაჭერისა ალიანსის მიმართ. ნატო სრულად უჭერს მხარს თქვენს რეფორმებს, თქვენს მისწრაფებას ალიანსისკენ. უცვლელი რჩება ბუქარესტის გადაწყვეტილება, ასევე სრულად უჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ნება მომეცით მოგილოცოთ შეთანხმების მიღწევა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მივესალმები, რომ შვეიცარიის შუამავლობით მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორინგის განთავსებას საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებზე. აღნიშნავ მხარეთა კონსტრუქციულობას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ შეთანხმების მიღწევა და პრაგმატულობას, რომელმაც უფრო განამტკიცა ჩვენი რწმენა საქართველოს მიმართ. უნდა ითქვას, რომ რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელი ბრიფინგის, საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა ამ მიმართულებით. საზოგადოებრივი დაიწყებების კითხვაზე ანდრეს პოგრასმუსენმა უპასუხა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს ალიანსები და გზა, რომელთაც ის გააგრძელებს ცხოვრებას, რაც შეეხება რუსეთს ამ მიმართებაში. მან აღნიშნა კიდევ ერთხელ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა როგოზინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიღწევა უწოდა იმას, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს წევრები. როგორ ფიქრობთ, მართლაც აკეთებს რუსეთი ვეტო დაადოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელებას? პირველ რიგში ხაზგასმით ვიტყვი, ნატოს არაწევრ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას. ნატო ამ საკითხს თავად წყვეტს. მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება და ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. ასევე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩვენი ღია კარის პოლიტიკა არ არის მიმართული არავის, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მასთან პოზიტიური თანამშრომლობა გვსურს, თუმცა ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ასეთი იყო ანდრეს პოგრასმუსენის ვიზიტის პირველი დღის ოფიციალური დასასრული. ამის შემდეგ ის გაემგზავრა რუსთაველის თეატრში, სადაც ახლა მომავალ ჟურნალისტი თამარ რუშაძე იმყოფება. თამარ, რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის თეატრში? ამ წუთებში რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს სპექტაკლი „ქეთო და კოტე“, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს პოგრასმუსენი ესწრება. წარმოდგენის დასრულების შემდეგ დაიწყება უკვე საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის. მას დაესწრება 260 სტუმარი და მათ შორის იქნებიან ალიანსის წევრი 28 სახელმწიფოს ელჩები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვნების სფეროს მუშაკები. როგორც აქ ჩვენთან საუბარში დღეს პოლიტიკოსები და აქ მოსული სტუმრები საუბრობდნენ, ასეთი არაფორმალური ვითარებაში ურთიერთობა ჩამოსულ სტუმრებთან და არაფორმალური შეხვედრები ზოგჯერ იმაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ხოლმე, ვიდრე ოფიციალური შეხვედრები. სწორედ ვიზიტის არაოფიციალურ მხარეს და აი ამ ღონისძიებებს მასპინძლობს დღეს რუსთაველის თეატრი, სადაც ამ წუთებში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფება. დიპლომატიაში არაოფიციალურ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესეთი გამოთქმაც არსებობს დიპლომატებში, რომ ჯარისკაცები სისხლით ემსახურებიან სამშობლოს და დიპლომატები ღვიძლით. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ისეთი შეიძლება ითქვას, ისეთი ნიუანსები გაჟღერდეს, რაც ოფიციალურ შეხვედრებზე არ ითქმება ხოლმე. ამიტომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ კითხვაზე, რაც კი შეიძლება არსებობდეს როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ნატოს წარმომადგენლების ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან, ამაზე იყო საუმცურავი პასუხები. ესეთი არაფორმალური შეხვედრები, ესეთი კულტურული შეხვედრები მე ვიტყოდი, ასევე დიდ მნიშვნელობას ატარებს ადამიანური ურთიერთობები ყალიბდება ასეთი შეხვედრების დროს. და ძალიან კარგია, რომ ის გაეცნობა ასევე ჩვენ კულტურას, ნახავს როგორი ევროპული კულტურა გვაქვს და როგორ კულტურულადაც მზად ვართ ნატოში ინტეგრირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციის წევრებმა სხვა მხრიდანაც დაინახონ საქართველო, დაინახონ კულტურული ცხოვრება, სოციალური ცხოვრება და ცოტა უფრო არაფორმალურ ვითარებაში კონკრეტ გაესაუბრონ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს.
ქეთო და კოტეს დასრულების შემდეგ სტუმრები უკვე გადაინაცვლებენ რუსთაველის თეატრის შენობის მეორე სართულზე, სადაც ორი დარბაზი, მცირე და სამეჯლისო დარბაზები უკვე მზად არის იმისთვის, რომ აქ გაიმართოს საზეიმო ვახშამი. საგანგებოდ შეარჩია M გრუპმა მენიუ, აქ შევიდა როგორც ქართული ტრადიციული, ასევე გათანამედროვებული ევროპული კერძები, ასევე საგანგებოდ არის შერჩეული დიზაინიც 2500 წითელი და თეთრი ვარდი განათავსეს დარბაზში, რომელიც ერთგვარ იმიტაციას ქმნის ქართული დროშის ფერების, ასევე მუსიკალური გაფორმება. პირველი, რასაც აქ შესული სტუმრები გაიგონებენ, ეს იქნება ანსამბლ აშარის და გიორგი უშიკიშვილის შესრულებით ქართული ჩაკრულო. ასევე აქ წარსდგებიან სხვა მუსიკოსებიც, სიმებიანი კვარტეტი, ქართული ბენდი, ისინი შეასრულებენ ბიძინა კვერნაძის, სულხან ცინცაძის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს. ორი დარბაზია დაკავებული მიღებისთვის, ეს არის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი და სამეჯლისო დარბაზი. M გრუპის ინიციატივით ხდება საზეიმო ვახშმის მომზადება. მოგხსენებთ, რომ არსებობს სპეციალური მენიუ, იმედად შემიძლია გაჩვენოთ, რომელსაც გაეცნობიან თავად სტუმრებს და ამ მენიუს მიხედვით უპორციულად კერძების მიწოდება. ძალიან ლამაზად არის დეკორირებული დარბაზი, აი ვარდებით. ეს არის სპეციალურად წითელი და თეთრი ვარდები შერჩეული საქართველოს დროშის ფერებში. გარდა იმისა, რომ იმღერებ თავიდან ერთ სიმღერას ურმულს, ასევე იქნება ჩაკრულო, ასევე იქნება სხვა სიმღერებიც, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს შეუქმნის რაღაცა ამ პატარა მონაკვეთში ჩვენს მართლა ძალიან მნიშვნელოვან სტუმარს ქართულ პოლიფონურ სიმღერაზე. ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ორდღიანია. ნატოს გენერალური მდივანი ხვალ უკვე გაემგზავრება ბათუმში, სადაც დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა იგეგმება. როგორ ემზადებიან ბათუმში, ამას უკვე ჩემი კოლეგა ნინო გომართელი მოგყვება. ნინო, გისმენთ. უმაღლესი რანგის სტუმრის მისაღებად ბათუმში უკვე ყველაფერი მზად არის, სწორედ აქ ხვალ გაიმართება პირისპირ შეხვედრა ანდერს ფოგ რასმუსენის და საქართველოს პრეზიდენტის, რის შემდეგაც ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ორდღიან ვიზიტს სწორედ ბათუმში ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო მედიის ამ ვიზიტთან მიმართებაში. 300-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია იმისათვის, რომ მათ დაესწრონ ხვალ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მთელი დღის განმავლობაში შუქდებოდა. გავლენიანი საერთაშორისო მედიის მხრიდან ძალიან დიდია ყურადღება ყველა იმ განცხადებასთან მიმართებაში, რომელსაც რასმუსენი საქართველოში აკეთებს. რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მოლოდის ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით ჩამოდის ნატოს სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართული მხარის მოსაზრებით უკვე მიუთითებს საქართველოს როგორც პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე. ამასთანავე ქართული მხარე ელოდება, რომ ყველა ის განცხადება, რომელსაც ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში აკეთებს და საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, აუცილებლად პოვებს გამოხმაურებას ჩიკაგოს სამიტზეც. 300-ზე მეტი ჟურნალისტი ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის გასაშუქებლად. მედიის მხრიდან ასეთი დიდი ინტერესი თითქმის საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის კავკასიურ ტურნეს გაუტოლდა. რეგისტრაცია ყველამ წინასწარ გაიარა და აღმოჩნდა, რომ ქართულ ჟურნალისტებზე მეტი ქვეყანაში უცხოური ტელე-რადიო კომპანიების და პრესის წარმომადგენლები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს. საინტერესო იქნება ნატოს პირველი პირისგან იმის გაგება, თუ რა კონკრეტული პერსპექტივა არსებობს საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად და რა კონკრეტულ ვადებში. კითხვები უამრავია. ნახოთ, როგორი იქნება პასუხები. ყველაზე მეტი შეკითხვა უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ჰქონდათ და შეფასებებთან, რომელიც რასმუსენმა ქვეყანას წევრობის ყოველწლიური გეგმის შესრულებისთვის უნდა მისცეს. ნატოს ოფიციალური დელეგაციისთვის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისთვის კითხვების დასმის საშუალება მხოლოდ ბრიფინგზე გახდა შესაძლებელი. ნატოს პოზიცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც პასუხები გვინდა მივიღოთ. დღეს ეს ვიზიტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ჩვენ ჩინეთის ტელევიზიის წარმომადგენლები აქ ამიტომაც ვართ. ჟურნალისტებისთვის საგანგებოდ მოეწყო მედია ცენტრები თბილისსა და ბათუმში, სადაც მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მიეცათ. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მსოფლიო მედიის ეთერით უკვე გადაიცა და უცხოურ ვებგვერდებზეც განთავსდა. ჟურნალისტების ინტერესი იმდენ დიდია, რომ ცოტა ჯერ კიდევ გვიჭირს ერთ დეტალღასთან გამკლავება. აკრედიტაცია აქვს გავლილი 240-ზე მეტ ჟურნალისტს. აქედან რამდენიმე ათეული არის უცხოური ტელეკომპანიის და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩინელები და ირანელები.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ანდრესბოგ რასმუსენი ხვალ საქართველოს პრეზიდენტს უკვე ბათუმში ხვდება. ამის გამო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც საგანგებო დაამოქმედა მედია ცენტრი. სასტუმრო შერატონში სპეციალური დარბაზი მოეწყო სრული ტექნიკური უზრუნველყოფით. აქ 100-მდე ადამიანს პარალელურ რეჟიმში მუშაობის საშუალება ექნება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი არიან, რა თქმა უნდა, პერსონალური კომპიუტერებით, ტელეფონით, ფაქსით და ყველა ის საშუალება, რაც ჭირდება ჟურნალის მუშაობისთვის. ხვალ დაახლოებით 4-9-დან დაიწყება ბათუმში ღონისძიებები, სასტუმრო შერატონში იგი 2 ღონისძიება. დიდია ინტერესი და ამ ინტერესს ჩვენ უკვე დღეს გვგრძნობთ ბათუმში. ოფიციალური პირები, ექსპერტები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ანდერსბოგ რასმუსენის ჩამოსვლას ჩიკაგოს სამიტამდე საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, როცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ნატოს გენერალური მდივნის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია ქვეყანაში. სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა და ნატოსთან დაახლოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ასე აფასებენ ქართველი კანონმდებლები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი პირის სტუმრობას. სტრატეგიული პარტნიორობა თბილისსა და ბრიუსელს შორის არის არამხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი თუ არა უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური, არამედ არანაკლებ მნიშვნელობას მას ანიჭებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩვენ გვჭირდება მეტი мотиваცია ჩვენი ხელისუფლების იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესები გახდეს შეუქცევადი ამ ქვეყანაში. ჩვენ როგორც ოპოზიციას ეს გვესახება ერთადერთ გამოსავალად აი იმ კრიზისებიდან, რომელიც ან შეიქმნა, ან შეიძლება კიდევ მომავალში შეიქმნას. საქართველოს ნატოს ურთიერთობის დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია და ძალზე ბევრ საკითხს მოიცავს, დაწყებული საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით, ასევე ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის შიდა რეფორმები, რომელსაც საქართველოს ახორციელებს იმისათვის, რათა დაუახლოვდეს ნატოს. არსებობს ბუხარესტის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს გახდება ნატოს წევრი, იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც ნატო ითხოვს და სწორედ ესეთი ტიპის ვიზიტები არის იმ პროცესის ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეწოდება. ანდერსბოგ რასმუსენის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების 28 ელჩის შეხვედრების გრაფიკი საკმაოდ დატვირთული რჩება. ქვეყნის ორი რეგიონი ორ დღეში და ვიზიტები სტუდენტებთან, ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან, არასამთავრობო სექტორთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. ქართული მხარე ელოდება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებს. სწორედ ბათუმში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანდერსბოგ რასმუსენს ბათუმში ელოდებიან ხვალ დღის მეორე ნახევარში და როგორც უკვე გითხარით, მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ანდერსბოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ ბრიფინგს გამართავს და აქ შეაჯამებს საქართველოში 2 დღიან ვიზიტს. ნინო გომართელი საუბრობდა ბათუმიდან, მოამბის პირდაპირ ეთერში, გმადლობთ ნინო.